მე არ მიგვეს ის რომ შემცირდა სტატისტიკური მონაცემები, თუმცა რა თქმა უნდა ოფიციალურად ვერ შევედრებით იმ არაოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც წლიან წლებში იყო, იმიტომ რომ ეს იყო ტოტალური მოსმენის რეჟიმი ქვეყანაში. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ არავის არ უსმენ. ვის უნდა კონდეს ცდომა მოსმენებზე მობილურ ოპერატორებს თუ ძალოვან სტრუქტურებს ამაზე საკმაოდ დიდხანს კამათობდნენ გასულ კვირას კანონმდებლები ცხარე კამათის შემდეგ კი გადაწყდა რომ საკითხი 1 დეკემბრამდე გაირკვევა. დიდი მადლობა ვასილ დაბრუნდაშვილს. მღელვარე პოლიტიკური დღეების თინა ხიდაშელისეული შეფასება რეკლამის შემდეგ მოისმინეთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მკვეთრი შეფასება. გამოიყენება თუ არა საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის. სიახლე PSP-ში წარმოადგინეთ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი. მიიღეთ გრანდიოზული პასტაკლება და მოიგეთ 10, 15 ან 20,000 ლარი. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ვერ გაიტან გოლს თუ არ ითამაშებ. ვერ მოიპოვებ სიყვარულს თუ არ ეტყვი რომ გიყვარს. ვერ წახვალწი თუ არ გადადგამ ნაბიჯს. ვერ მოიგებ პრიზს თუ არ მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში. აკრიფე ფიფკი 500 დიეზი და მიიღე შანსი მოიგო 5,000, 10,000, 20,000, 30,000 და 200,000 ლარი. ხოლო ჩარიცხულ სამლარზე მიიღე 1 ბილეთი. დაპორტირდი ნებისმიერ ექსელიდან და მიიღე 5 ბილეთი. გათამაშება გაიმართება 15 იანვარს. ბილაინი, გამოცადე იღბალი. სარეცხი მანქანა LG, ფასი 699 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. კონკრეტული 25%-იანი ფასდაკლება რეცეპტურულ მედიკამენტებზე. მოიტანეთ რეცეპტი GPC-სან City Pharma-ს ქსელში და მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება ყოველ სამუშაო დღეს. და დამატებითი სარგებელი მუდმივი მოხმარების მედიკამენტებზე ყოველ დღე. GPC ვიზრუნეთ სიცოცხლეზე. 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება. ერთად გავიგოთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და ქალაქად. გავიგოთ, რამდენი ვართ. საქსტატი. გვეწვიეთ ჟეოსელის მაღაზიებში ან შეავსეთ ონლაინ განმარტების ფორმა ჩვენს ვებგვერდზე და შეიძინეთ Android-ის სმარტფონები თვეში მხოლოდ 19 ლარიდან. ყოველთვე კი მიიღეთ ინტერნეტ პაკეტები საჩუქრად. საუკეთესო ფასები მხოლოდ ჟეოსელში. ახალი Ariel Pod-ის 3 ერთში კაფსულები. იქონიეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. პირველი სარეცხის საშუალება 3 განყოფილებით, რომლებიც ერთდროულად მოქმედებენ. ასუფთავებს. ამოყავს ლაქები. მატებს სიკაშკაშეს. Ariel Pod-ი ყველაფერი მხოლოდ ერთში. ახალი Ariel Pod-ი 3 ერთში, ყველაფერი, რაც გჭირდებათ. რაიმე ტკივილგამაყუჩებელი ხომ არ გაქვს? რაიმე არგიშველის. ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილი სპაზმის ბრალია. ტკივილგამაყუჩებელი მხოლოდ ტკივილს ბლოკავს. სპაზმი კი რჩება. ნოშპა ხსნის სპაზმს და მასთან ერთად ტკივილსაც. ნოშპა. სპაზმის და ტკივილის წინააღმდეგ. შემდეგ წელს კარნავალზე წავიდე. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Sanofi საფრანგეთი. მოიგე ჯეკპოტი 600,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. 2 წლის განმავლობაში აშენდა 9 ახალი, შენდება 8 და რეაბილიტირდა 1000 სკოლა. მოსწავლეებმა მიიღეს მილიონზე მეტი უფასო სახელმძღვანელოების კომპლექტი. 53,000-მდე მოსწავლე უფასო ტრანსპორტით სარგებლობს. სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსდა 147 სტუდენტი. უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო.
სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლების 12000-მდე სტუდენტი. ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. ბარში 150, მთაში კი 200 ლარი. საქართველოს მთავრობა, ცვლილებების 2 წელი. შუახნის ასაკს რომ მიაღწევ, შესაძლოა რაღაც პრობლემები გაგიჩნდეს. აი როგორც მე, მშვენივრად ვარ, მაგრამ დროს თავისი მიაქვს. ჩემს მანქანას მექანიზმის გაწმენდა სჭირდება. მე პროსტამოლი. შარდის პრობლემები გაქვთ? პროსტამოლ უნო. ეფექტური პრეპარატი ორმაგი მოქმედებით აფერხებს პროსტატის ზრდას და აწესრიგებს შარდვას. სპეციალურად აღარ ჩერდები, მხოლოდ მაშინ, როცა გაგვიხარდება. პროსტამოლი, პრეპარატი მამაკაცებისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. უბრუნდებით დღის მთავარ თემას, მთავარ სტუმართან ერთად თინა ხიდაშელი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამოშტობისა ქაბატონ თინა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საღამოშტობის თემა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დღევანდელი განცხადებების შეფასება საინტერესოა თქვენი მხრიდან. თქვენი პირველი კომენტარი, Facebook კომენტარი ნახეთ. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა მთავრობის ხდომაზე, თქვენ ეს განცხადება დაიწუნეთ. დღის მეორე ნახევარში უკვე სხვა განცხადება